სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა. ყველამ ვიცით, რომ დღესასწაულია და დღესასწაულია ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი. ყველას ჩვევად გვაქვს მიულოცოთ ერთმანეთს დღესასწაული და გილოცავთ კიდევაც. თუმცა ასევე დავზენთ უკვე თქვენ მიჩვეულები ხართ, რომ როცა დღესასწაულია ყოველთვის ცდილობთ, რომ აქცენტი გავაკეთოთ არა უბრალოდ ისტორიაზე, თუ რას უკავშირდება ეს სათვის დღესასწაული. ასევე როგორც დაწესდა იგი ეკლესიაში და ასე შემდეგ, არამედ ამას ყველაფერს თქვენ წაიკითხავთ, როცა ამის სრული გექნებათ. არამედ უპირველეს ყოვლისა ვისაუბროთ ხოლმე იმასთან დაკავშირებით, თუ რას გვასწავლის ჩვენ ესათვის დღესასწაული ჩვენს პირად პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებაში. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს დღესასწაული ჩვენთვის მართლაც დღე სასწაულად იქცეს. ანუ იმ დღეთ, როცა ღმერთი ნიშანს, სასწაული ნიშანის სინონიმია, ნიშანს მოგცემს, თუ როგორ ვიცხოვროთ. რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს როგორმე რაღაცნაირად მოვახერხოთ უფალთან ერთობა, რისთვისაც ყოველი დღესასწაული არსებობს, კაცმა რო თქვას. დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულია, ღვთისმშობლის რამდენიმე დღესასწაულია საერთოდ ეკლესიაში და მიძინების დღესასწაული ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის ღვთისმშობლის გარდაცვალების დღე და მნიშვნელოვანია იგი არა უბრალოდ იმის გამო, არა მხოლოდ იმის გამო, როგორც სხვა წმინდანების გარდაცვალების დღეს აღნიშნავთ, რომ ადამიანი იღვწოდა და მოელის რა სიმართლის გვირგვინი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, იგი განისვენებს აი ამ ქვეყნიური შრომისაგან, ტანჯვისაგან, ვიწროებისაგან, თავისუფლდება მიწრო და ეკლიანი გზისაგან და მართალია არასრულ ნეტარებაში, იმიტომ რომ მხოლოდ სულით არის ჯერ აღდგომამდე, მაგრამ მაინც განსვენებაში შედის და ნეტარებაში იმყოფება. მხოლოდ ამის გამო არ არის მნიშვნელოვანი ღვთისმშობლის მიძინების დღე. ღვთისმშობლის მიძინების დღე მითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ღვთისმშობელი, როგორც ჩვენი წმინდა ეკლესია გვასწავლის, რა თქმა უნდა, არა ჰაერიდან მოტანილად, არამედ გარდამოცემით, რომელიც მოციქულებიდან მომდინარეობს, ღვთისმშობლის აღდგომა მოხდა როგორც მაცხოვრისა და იგი მთლიანად როგორც სრული ადამიანი იქნა ასული სასუფეველში და აქედან გამომდინარე მან იგი უკვე საშინელი სამსჯავროს და საშინელი სამსჯავროს მიღმა და მერვე დღის მოქალაქეას მთელი სისრულით. ანუ ღვთისმშობელი არის ერთადერთი ადამიანთა შორის ქრისტიანული სწავლებით, რომელიც იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომელ მდგომარეობაში ჯერ არც ერთი ადამიანი არ არის. და ყველაფერი იქნება წმინდანებისთვის, როცა უფალი დაბრუნდება დიდებით. ამიტომ ღვთისმშობელი არის სრული განხორციელება, ჩვენი მოძღვრება ესე გვასწავლის, სრული განხორციელება ადამიანური ბუნების. აქედან გამომდინარე, აღარ გვიკვირს, რომ ღვთისმშობელი არის აღმატებული ყველა ანგელოსზე, იმიტომ რომ ადამიანი თავის პოტენციაში ანგელოს აღემატება. შემთხვევითი არ არის, რომ ღმერთმა არა ანგელოზის ბუნება, არამედ ადამიანური ბუნება მიიღო. ღმერთი მარადისობაში თავის თავს ავლენს როგორც ანგელოზი, არამედ როგორც ადამიანი. ყოვლადწმინდა სამების წიაღში, მარჯვენით მამისა, ანუ სრულ დიდებაში და სრულ საღვთო ძალაუფლებაში იმყოფება არა ანგელოზებრივი, არამედ ადამიანური ბუნება, იესო ქრისტეს სახით. და ადამიანთაგან, ქმნილებათაგან ყველაზე აღმატებული ღვთისმშობელი. და კვლავ მიუბრუნდებით იმ თემას, რითაც დავიწყეთ. და ჩვენ რა ვქნათ ახლა? ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? გავიხსენოთ მარტო და მორჩა. თუ გავიხსნილოთ საკვებით და ასევე მორჩა. რაღაც უნდა გავაკეთოთ. ერთი რამე უდავოა, რომ ჩვენ რაც მე თქვი ახლა ღვთისმშობელთან დაკავშირებით, ჩვენ ეს არ გვინახავს. სამწუხაროდ ჩვენი გამოცდილება არაფერს გვეუბნება. ერთადერთი რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ეს არის ჩვენი რწმენა. ჩვენ გვწამს ეს.
რწმენა ლიტონი რწმენა აბარისი მაქნისი ადამიანი იკითხავს თუ გამოცდილება არ მაქვს თუ ხელი არ მოუკიდე. უცნაური სწორედ ეს არის რომ არც ხელი მომიკიდავს და არც გამოცდილება არ მაქვს და მაინც მწამს. და მწამს ისე რომ შეიძლება მოუკვდეთ კიდევაც ამ რწმენისათვის. რა თქმა უნდა ეს არ არის ჭეშმარიტების უტყუარი გარანტია, მაგრამ ფაქტია რომ ჩვენი რწმენა საკმაოდ ძლიერია ხოლმე. ეს უკვე იმას ნიშნავს რომ რწმენა არ ამქვეყნიური წარმოშობის არის. შეიძლება რა თქმა უნდა დემონური რწმენაც იყოს, მაგრამ მოდით ესე ვთქვათ, ღვთისმშობლისადმი აი ეს მოძღვრება რაც მართლმადიდებლობა გვთავაზობს ღვთისმშობლისადმი, საერთოდ მართლმადიდებლური რწმენა ბოროტისაგან ვერ იქნება, იმიტომ რომ თუ ადამიანი მას თავის ცხოვრებაში განახორციელებს, ადამიანი ქრისტეს იგივე ღვთისმშობელს დაემსგავსება და როგორ შეიძლება იყოს ბოროტისგან ის სწავლება და ის მოძღვრება, რომელიც ადამიანს ქრისტეს და ღვთისმშობელს ამსგავსებს. ხო, წარმოგიდგენიათ, იმიტომ რომ ბოროტის ნაყოფი ბოროტებაა და ჩვენ საუბრობთ უმაღლეს მდგომარეობაზე ადამიანური ბუნებისა. იმ უმაღლეს სიკეთეზე, რომელსაც ჩვენი გონება ვერც კი იტევს. ჩვენ ხო არ ვიცით რას ნიშნავს ღმერთთან მყოფობა ადამიანის. და მაინც ჩვენ რა გავაკეთოთ? დიახ, ჩვენ გვწამს. ეს რწმენა ხელწამოსაკრავი რამე არ გვეგონოს. ის ღვთის საჩუქარია, იმიტომ რომ გვწამს ისეთი რამე, რომელიც ჩვენი გამოცდილების მიღმა არ. ჩვენი გამოცდილების მიღმა, როგორც გითხარით. ისეთი რამე გვწამს და მაინც გვწამს. სიკვდილამდე ერთგულებით გვწამს. ესე იგი ეს არ არის ხელწამოსაკრავი რამე. ქრისტიანული სწავლებით ესეთი რწმენა არის ღვთის საჩუქარი, რომელიც საღვთო ენერგიის, ანუ იგივე საღვთო მადლის მოქმედების, ანუ თავად ღმერთის მოქმედების შედეგია ჩვენში. ჩვენ აქედან შემდეგი დასკვნა უნდა გავაკეთოთ. ან ჩვენ რწმენა უნდა უარყოთ, არ უარყოფაში მაინდამაინც ესეთ დეკლარირებულ უარყოფას კი არ გულისხმობ, რომ მე უარყოფ რწმენას, როგორც თქვა ზოგიერთები აკეთებენ დღეს საქართველოში სხვადასხვა ლიბერალური ფრთებიდან და ამით ამაყობენ. რა უხარია, თქვათ მართლები არიან. აი თქვათ რომელიმე ლიბერალი მართალია, რომ ღმერთი მართლა არ არის. თუ ხო დავიღუპეთ, რა უხარია, ისიც ხო დაიღუპა. რატო უხარია? აი ნაყოფი ჩვეულებრივად ბოროტებისა. ბოროტების, უფრო სწორედ ბოროტების შედეგი. იმიტომ რომ უხარია ისეთი რამე, რომ მართალი რომ იყოს, მართლა დავიღუპეთ სულ ყველანი. ხო ხტებით? მართალი რომ იყოს. ჩვენი რწმენა ღვთისაგან არის ნაკვები. ჩვენ ესე გვწამს, ესე გვჯერა და თუ ჩვენ მას განვახორციელებთ, როგორც გითხარით, საოცარ ნაყოფს მივიღებთ. თელმა საქართველოს რო განახორციელოს 50%-მა საქართველოში 64 იქნება, საოცარი ქვეყანა იქნება. მაგრამ ეს სამწუხაროდ ესე არ არის. და რწმენა ქრისტიანული სწავლებით კავშირში არის სიყვარულთან. თუ რწმენა სიყვარულთან კავშირში არ არის, ესეთი რწმენა ნამდვილი არ არის. იგი ფანატიზმად იწოდება და ძალიან ბევრი რელიგიური მიმდინარეობა არსებობს, სადაც რწმენა შეზავებული არ არის სიყვარულთან. ეს შეზავება უნდა იყოს თანაბარი 50-50 ესე შეიძლება ითქვას და თუ სიყვარულის დეფიციტია, რწმენა იქცევა ფანატიზმად და ფანატიზმი ნიშნავს სიკვდილს, სიკვდილის მთესველ რელიგიად იქცევა ამ ადამიანისათვის და მისი გარშემო მყოფთათვის. ხოლო ნამდვილი რწმენა აუცილებლად სიყვარულთან თანაზე არის. ანუ მე თუ მწამს ღვთისმშობელი ისე როგორც ამას მართლმადიდებლობა მიქადაგებს, რომ ის არის ჩემი და მთელი სამყაროს შემოქმედის დედა ხორციელა, მაშინ მე შეუძლებელია რომ თუ ღმერთი მიყვარს და რწმენას ღვთის რწმენა სიყვარულის გარეშე არ არსებობს, თუ ღმერთი მიყვარს, მაშინ ღვთისმშობელიც უნდა მიყვარდეს. მე ადრე მგონი გითხარით, ბიძინების დღესასწაული იყო შარშან თუ შარშანწინ. აი წარმოედგინეთ ხელისუფალი, თქვა სამეფო ხელისუფლება, წარმოედგინეთ, რომელსაც მე თქვა ვიცნობ მეფეს, ვიცნობ რა გაგებით, როგორც მეფეს, მისი სურათის მიკიდია სახში, მისი ერთგული ვარ, მისთვის მოვკვდები სამეფო ხელისუფლებისადმი ერთგულებას, კარის ერთგულებას, რომელიც ჩემთვის იგივე სამშობლოს ერთგულებაა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ერთი მხარე ძალიან კარგი და დიდება უფალს, თუ ესეთი რამე არის. მაგრამ არის სხვა მდგომარეობაც. როცა აი ამასთან ერთად, რაც მე ვთქვი, ამ ერთგულებასთან ერთად, მე ვიცნობ ძალიან ახლო ურთიერთობაში ვარ მეფის დედასთან. მეფე
რომლისათვისაც მე მზათავ არ მოვკვდე, მაგრამ ამავე დროს მე მეფის დედასთან ძალიან დიდი ახლო ურთიერთობა მაქვს და იმდენად ახლო, რომ იგი, ანუ მეფის დედა, მას საკუთარი შვილისაგან არ განმარჩევს, ესე რა გამოვდივარ, მე გამოვდივარ მეფის ძმა და ოჯახის წევრი. ხო ხვდებით? ღვთისმშობლისადმი დამოკიდებულება, ღვთისმშობლისადმი სიყვარული, დედაშვილური სიყვარული არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ არა უბრალოდ გვწამს და არა უბრალოდ ერთგულები ვართ ქრისტესში, არამედ მისი ძმები ვართ, ის გვიწოდებს, თქვენ ძმანი ჩემნი ხართ, თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ და მისი ოჯახის წევრი გამოვდივარ. და ეს ამის საფუძველი სახარებაში არა მარტო იმით, რომ ძმებს და მეგობარს გვიწოდებს, არამედ იმითაც, რომ ღვთისმშობელს იოანე მოციქულს უწოდებს ღვთისმშობლის შვილს და ღვთისმშობელს უწოდებს იოანე მოციქულის დედას. ანუ ადამიანს, რომელიც ქრისტეს ბოლომდე ერთგულებს, უწოდებს თავისი დედის შვილად, ანუ საკუთარ ძმად მოიაზრებს. ანუ ღვთისმშობლისადმი დედაშვილური დამოკიდებულება და შესაბამისად სიყვარული ბუნებრივია ქრისტიანისათვის. მაგრამ სამწუხაროდ არ არის ბუნებრივი ჩვენთვის. ჩვენ გვწამს, მაგრამ სიყვარულის დეფიციტს განვიცდით. შესაძლებელია ღვთისმშობელი გვიყვარდეს ისე, როგორც საჭიროა ეს, როგორც ეხლა ლოგიკურად დავალაგეთ. თუმცა ეს ლოგიკა არ არის ამ შემთხვევაში მღვდელი თეოდორეს ლოგიკა. ეს ლოგიკა წმინდა წერილიდან აღმოცენებულია, როგორც წეგან მოგიყვანეთ მაგალითები. მაგრამ შესაძლებელია რეალურად ეს განხორციელდეს. იმიტომ რომ წმინდა წერილში ბევრი ისეთი რამეა, მაგალითად გიყვარდეს მტერნი თქვენი. ცოტა რთულია, ხო, შესასრულებლად. მტერი კი არა, ვიღაცა შემთხვევით ფეხს დაგადგავს, ცოტა ისე შეხედავ ხოლმე უკვე. ხო და რა მტრის სიყვარულზეა საუბარი. თუმცა სილონათონელი ამბობს, რომ ვისაც მტერი არ უყვარს, ის ქრისტიანი არ არის და ჩვენი ქრისტიანობისადმი იდენტიფიკაციის საზომი სწორედ მტრისადმი სიყვარულია. ანუ იყვნენ წმინდანები, რომელსაც მტერი თურმე უყვარდათ. ასევე ღვთისმშობლისადმი დედაშვილური სიყვარული რამდენად რეალიზებადია ჩვენს ცხოვრებაში. მოგულისხმობ ჩვენში, არა ამ შემთხვევაში ჩემს და თქვენ ცხოვრებას, არამედ ზოგადად ადამიანურ ცხოვრებას. და ამის მაგალითად, რომ ეს რეალიზებადია, მე მინდა მოგიყვანოთ მე-20 საუკუნის უდიდესი მოღვაწის, ხშირად ვახსენებთ მის სახელს, იოსებ ისიხასტის სიტყვები, სხვათა შორის დღეს მისი გარდაცვალების დღეა და იგი სწორედ ღვთისმშობლის ურთხევით ღვთისმშობლის დედაშვილური მზრუნველობით იქნა სწორედ ამ დღეს წაყვანილი ზეცაში, მის ცხოვრებაში საოცრად არის აღწერილი. მე წაკითხული მაქვს მრავალი წლის წინ აი ეს ადგილი, ეს ეპიზოდი მისი ცხოვრებითა, თუ როგორ წაიყვანა ღვთისმშობელმა მარიამობას, ანუ ამ დღეს და მისი იოსებ ისიხასტის ის მართლაც მე-20 საუკუნის უდიდესი წმინდანია, თუმცა ჯერ არა კანონიზირებული, იმიტომ რომ მისი დამსახურება არის დღეს რომ ათონი არის ის, რაც არის, მისი დამსახურება ლომისწილია ყოველ შემთხვევაში იმაში, რომ დღეს საბერძნეთის ეკლესია არის ის, რაც არის და მისი დამსახურება ის, რომ ამერიკაში მართლმადიდებლობა, მონასტრული ცხოვრება, მართლმადიდებლობაში, მონასტრული ცხოვრება, მართლმადიდებლური მონასტრული ცხოვრება ამერიკაში რა თქმა უნდა პროცენტულად ისე ვერ არის, ხო რა გასაგებია, იმიტომ რომ ამერიკა ძალიან დიდია და არ არის საკუთრივ ქრისტიანული ქვეყანა, მაგრამ რაც არის ისეთი ხარისხიანია, რომ ჩვენ ღვთისმშობლიწილხვედრი ქვეყანა სამწუხაროდ ახლოსაც ვერ მივალთ, რაც არ უნდა ტკივნეული იყოს და აი ეს ყველაფერი არის იოსებ ისიხასტის დამსახურება. იგი ჯერ კიდევ სიცოცხლეში ამბობდა ამას, რომ ჩემი გარდაცვალების მერე ეს ესე მოხდება. ეს დაფიქსირებულია და მართლაც ეს ესე მოხდა. უდიდესი მოღვაწეა. და აი ძალიან დიდებულია მისი სიყვარული ღვთისმშობლისადმი, ამიტომაც ღვთისმშობელი მას ჩუქნის და მოდის, თვითონ მოდის ღვთისმშობელი და მიყავს 28-ში, ანუ დღევანდელ დღეს და ბევრ რამეს ნახავთ მისი წერილებიდან, მას წერილებია ქართულადაც არის, ქართულადაც მგონი უნდა იყოს თარგმნილი, ყოველ შემთხვევაში რუსულად ხო არის, მისი წერილები და აი ერთ-ერთი რამდენიმე ამონარიდი მისი წერილებიდან. სადაც ჩანს მისი განსაცვიფრებელი სიყვარული ღვთისმშობლისადმი. დედაო ჩემო, ჩემო ტკბილო, დედილო. და შემდეგ წერს, როგორც კი მას ამგვარად მოუხმობთ, მაშინვე ჩვენს დასახმარებლად ისწრაფვის. ხო გესმით როგორი ერთგვარ თვითონ ფამილიარული დამოკიდებულებაც კი არის, აი ძალიან მართლა ოჯახური. ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო გადამარჩინე ჯერ დასრულებულის არა გვაქვს და იმ წამსვე თითქოს ელვამ გაანათაო გონება
და გული ნათლით ივსება. ამ დროს გონება ლოცვისკენ წარიმართება, ხოლო გული სიყვარულისკენ. და ასე დროს და ამ მდგომარეობაში მთელი ღამე ცრემლსა და მგლოვარებაში და ყოვლადწმინდა მარიამის და უპირველეს ყოვლისა კი მის მიერ მოვლინებულის მადიდებელ ტკბილ ხმოვან საგალობლებში იწურებ. აი გესმით, რას ნიშნავს იყო მართლმადიდებელი? ხო, ეს გასაგებია, მაგრამ ეხლა მით უმეტეს, აი ამ სიტყვების მერე თუ ვინმეს ეს სიტყვები გულში მოხვდა, შეიძლება ვერ იყო კაი თარგმანი ჩემს მიერ. ჩვენ რა გვეშველება? ჩვენ რა უნდა ვქნათ? ღმერთი რომ მიყვარდეს და შესაბამისად ღვთისმშობელი რომ მიყვარდეს, არანაირი წესი და კანონი ჩემთვის საჭირო აღარ არის. სადაც არის სრულყოფილი სიყვარული, ადგილი აღარ აქვს, არც წესს, არც კანონს, არც ჯულს. ჭეშმარიტად საოცრებაა სიყვარული, იმიტომ რომ ის არათუ წესს და კანონს უარყოფს, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანს, რომელიც დასაბამია სიბრძნისა, შიშს, ღვთისას, იმასაც კი უგულებელს ყოფს, სრულყოფილი სიყვარული განსდევნის შიშს, იოანეს მახარებელთან მკითხულით. ყველაფერს აღავსებს. მე თუ ღმერთი მიყვარს, დამთავრებულია ყველაფერი. მაგრამ უბედურება სწორედ იმაშია, რომ ჩვენ ღმერთი არ გვიყვარს. იმიტომ რომ ღმერთი რომ მართლა გვიყვარდეს, ჩვენ როგორები ვიქნებით, იცი? ჩვენ რომ დაგვინახავენ, იფიქრებენ, იტყვიან. ურწმუნო ადამიანები იტყვიან. ურწმუნო ადამიანები იტყვიან, რომ აი ქრისტიანებს ახლა რა დაეჯერებათ, მაგრამ ღმერთი მართლა რო იყოს, ასე იტყვის ათეისტი. აი შე რო დაგინახავს. ღმერთი მართლა რო იყოს და მართლა რო მოსულიყო, რას ისულებს ლაპარაკობ, ესე რო იყოს, ამაში ნამდვილად მე სათავარ ვაღიარო. აი ამ კაცს დაემსგავსებოდი. ჩვენ ვიქნებოდით მსგავსი ქრისტესი, ჩვენ რო ღმერთი ბოლომდე გვიყვარდეს. ხო და ჩვენ კი ვიზახი, მაგრამ მე ჩემ თავს გულისხმობ ყველაზე მეტად, იმიტომ რომ მე ბოლომდე თქვენ ხო არ გიცნობ და მე ხო ვიცი ვინცა ვარ და რაცა ვარ და უბრალოდ აი ამ სიტყვებს რო ვკითხულობ, აი აღარ ვიცი, გამიხარდეს, რომ ესე იგი როგორ შეიძლება რომ ღვთისმშობელი გიყვარდეს თუ სასწორკვეთილებაში ჩავარდე, რომ მე რა მეშველება. თუ ჩემი მდგომარეობას განვაზოგადებ, ვიტყვი რომ ჩვენ ღმერთი არ გვიყვარს და თუ ამ განზოგადების უფლებას ჩემ თავს არ მივცემ, მე ნამდვილად არ მიყვარს. მე არ ვგავარ ქრისტეს. არ ვგავარ ღვთისმშობელს. აი დღეს რომ არის ნეტარია ის, ვინც შენ გიტვირთა და ვის ძუძუსაც შენ წოვდი და უფალი რას ამბობს? ქრისტეს ეუბნება ერთი დედაკაცი. და ნახეთ უფალია საოცარ ამას ამბობს. ეს სიტყვები თითქოს არა და ყოველი ღვთისმშობლის დღესასწაულზე ეს ადგილი იკითხება წმინდა წერილიდან, რაც დღეს აღმოვიკითხე და ლუკა მახარებელთან არის ეს და თითქოს ღვთისმშობლის წინააღმდეგი სიტყვებია. ღვთისმშობლის წინააღმდეგია, იმიტომ რომ ნეტარია ის, ვინც შენ გაგზარდა, მოკლედ და ძუძუ გაწოვა, ეუბნება ის დედაკაცი და არა უფალი ამბობს. არ არის ის ნეტარი. ნეტარია ის, ვინც ღვთის სიტყვას მოისმენს და დაიმარხავს და აღასრულებს, ხო, ფაქტურად ამარხვა აღასრულებას ნიშნავს. ანუ ამით უფალი რას ამბობს? ამით უფალი ამბობს, რომ სტატუსი, თანამდებობა, იერარქია არაფერს ნიშნავს. თუ შენ თავად არ იყავი ისეთი, რომ ღმერთს მიიღებ და დაიმარხავ. რა თქმა უნდა, ვინ და სწორედ ღვთისმშობელმა დაიმარხა ყველაზე მეტად, მიიღო ღვთისსიტყვა და დაიმარხა ისე ძლიერად, რომ მისგან იშვა და განხორციელდა კიდევაც, მაგრამ აქ ჩვენთვის სწავლებაა, ჩვენთვის ქრისტიანის სახელი, მღვდლის სახელი და ასე შემდეგ არაფერს ნიშნავს. თუ ჩვენში არ განხორციელდა ღმერთი, თუ ჩვენში არ იშვა ყრმა მაცხოვარი და ჩვენ თუ ამით ღვთისმშობელს არ დავემსგავსებთ. რა გავაკეთოთ? დღევანდელ სახარებაში და რა თქმა უნდა, აი წმინდა წერილს რო ვკითხულობ და ძალიან ხშირად ჩვენ ამ კუთხით ვეხებით ხოლმე იმ ამონარიდებს, რომელსაც წმინდა წერილში ვხედავთ და აი ეხლა ხუთშაბათს რო წირვა გქონდა, სწორედ იქაც რაღაცა ორი მუხლი იქნა სულ წაკითხული და იქაც ამაზე ყველგან პოულობთ ჩვენ წმინდა წერილში სახარების კვირის და საერთოდ წირვის საკითხებში თითქმის ყველგან პოულობთ იმ ყველგან აღმოვიკითხავთ იმ
გზას და დავინახავთ იმ გზას თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ რომ ჩვენ ვცხონდეთ და ჩვენ ნამდვილი ქრისტიანები ვიყოთ. ასევე დღევანდელ სახარებაშიც. აი დღევანდელ სახარებაში არის ესეთი ადგილი. ლუკა მახარებლის მიერ აღწერილი ლუკას სახარება იყო დღეს, მე-10 თავია ეს. როგორ ეუნება უფალი მართას. მართა ხო მასპინძლის როლშია და მარიამი ფერხთიძით გახსოვს ხო? შფოთხარ ზრუნავდა შფოთხარ მრავლისათვის. მართა ეუნება. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელიც არასადა მიიღოს მისგან. არასადა მიიღოს მისგან ნიშნავს, რომ მას ეს არასოდეს არ წაერთმება და ამაში გულისხმობა გარდაცვალებაც. ანუ მარიამმა სარწმუნოებაში, ანუ მარიამმა ქრისტესთან ურთიერთობაში ისეთი ნიში მონახა და ისეთ ადგილას დადგა, შეიძლება ასე ითქვას, რომელიც მარადიული ღირებულებისა არასოდეს არ წაერთმება. ანუ ის მასთან დარჩება გარდაცვალების მერე. ანუ ეს ნიშნავს, რომ მარიამისათვის სიკვდილი დამთავრდა, აღარ არსებობს. იმიტომ რომ მან მიიღო ისეთი რაღაცა, რომელიც მისთვის არასოდეს დამთავრდება. ესეთი ადამიანი მართლაც გარდაიცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში, ესეთი ადამიანისათვის სიკვდილი დამთავრებულია. სიკვდილი მოკვდა მარიამისათვის. სიკვდილი მარიამისათვის აღარ არსებობს, იმიტომ რომ მან მიიღო ის კეთილი ნაწილი, რომელიც მას არასოდეს არ წაერთმება. რა არის ეს კეთილი ნაწილი? ეს კეთილი ნაწილი არის სულიერი ცხოვრების ის გამოვლინება, რომელიც შეიძლება ითქვას უმაღლეს გამოვლინებად იწოდება. ეს არის ნამდვილი სულიერი ცხოვრება, ანუ გორნიერი ლოცვა და მჭვრეტელობა. აი მარიამი, რომელმაც კეთილი ნაწილი გამოირჩია, რა მდგომარეობაშია? გახსოვთ ეს ადგილი? ჯდა ფერხთა თანა იესუის და იესუს ფერხთით იჯდა, არაფერს არ აკეთებს. არაფერს. ჯდის, ზის და ისმენდა სიტყვათა მისთა. მთელი მისი არსება იქნა შეპყრობილი ქრისტეთი. მას ერთგვარი მიწიერი ვალდებულებების კი დაავიწყდა. ეხლა აქ ამით ჩვენ ამაზე ბევრი გვისაუბრია, ამით მიწიერი ვალდებულებების უარყოფა კი არ ხდება და არის ყოველთვის ამაზე საუბარი, რომ მარიამის მდგომარეობამდე რომ მიაღწიო, ჯერ მართას მდგომარეობა უნდა გაიარო, მართას მდგომარეობა არის საფეხური მარიამის მდგომარეობამდე მისასვლელად. ანუ მიწიერი ღვაწლისა და სიყვარულის გამოვლენა და მერე შემდგომი საფეხურზე ასვლა. მაგრამ ეს არის ის მდგომარეობა, რისკენაც უნდა თითოეული ჩვენთაგანი მიისწრაფოდეს და მისთვის ყველაზე ძვირფასი უნდა იყოს და თავის გულში მის აღორძინებას ცდილობდეს. ანუ მთლიანად ქრისტეთი რომ არის ადამიანი მოსილი, ქრისტე შემოსილი რო ხდება. და თუ ჩვენი ხელები, ჩვენი თვალები, ჩვენი ინტელექტი, ჩვენი ყველაფერი დანარჩენი გზნობის ორგანოები ამ ქვეყნიურ საქმეებს ვალდებულებიდან გამომდინარე აკეთებს და იქს გული მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ისე როგორც მარიამის შემთხვევაშია ეს. დიახ, ეს არის გონიერი ლოცვა და მჭვრეტელი მდგომარეობა, რომლის გარეშეც ქრისტიანობა არ არსებობს. ხას უსვავენ წმინდა მამები, ამაზე ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ ქრისტიანობა არ არის ესეთი ცხოვრება, მჭვრეტელი ცხოვრება არ არის მხოლოდ და მხოლოდ მონაზვნების მდგომარეობა. არამედ ეს არის ზოგადად ქრისტიანული ვალდებულება ყოველი ადამიანის. ამიტომ მადლობა ღმერთს, რომ თქვენ შორის მრავალმა ეს დაიჯერა და მიიღო. ზოგს არ ჯერა. ხანდახან ზოგ ღმერთსაც არ ჯერა ხოლმე. აი ხო ბერი არა ვარ ღმერთელი იტყვის. გეგონება რა ბერობა რა არის ბერობა? რა არის ბერობა? ბერი შრომობს, ბერი სუნთქავს, ბერი ჭამს, ბერი სვავს, ბერს ძინავს, ბერს ამქვეყნიური პრობლემები აქვს, ავადმყოფობები აქვს. ერთი ცოლი არ აქვს. იმდენი უცოლო კაცი მყავს აქ მრევლში, რომ თუ ბერობა ეს არის, ვისაც ცოლი არ აქვს. და ვისაც ცოლი ყავს, გაქცევაზე არიან. ასევე ქმრიანები. რა შუაში აქ გესმით? ანუ ეს არის რაღაც დამახინჯებული წარმოდგენა, რომლის მსგავსი პირველ საუკუნეებში საერთოდ არ არსებობდა ესეთი ხედვა ქრისტიანობაში. არ არსებობდა. ეს რაღაცა მოვირგეთ, აი ქრისტიანობის მორგების მცდელობაა ჩვენთვის. რომ მოვირგო და აი როგორც მინდა ეგრე ვიყო. ორთავ სოფელში ხარეთო პატრიარქის ლოცვა დამახინჯებულად გავიგე. თითქოს ამ ქვეყნიურ სოფელში სიხარული ქრისტეს გარეშე სიხარულს გულისხმობდეს, ეხლა რო გახსნდებოდა ჩათვრები. იმედია თქვენ ამას აღარ აკეთებთ.
დიახაც მრავალი თქვენთაგანმა ეს დაიჯერა, ოღონდ ჩემი არ დაუჯერებია. ეს არის ქრისტიანული სწავლება, დაიჯერა და მრავალი თქვენთაგანი უკვე ცდილობს, რომ გონიერი ლოცვა ისწავლოს და გონიერი ლოცვის სწავლა შეუძლებელი ხდება ღამე მსახურების გარეშე. როდესაც მიზანე მიმართულად თავგანწირული ერთგულებით უფლისადმი და მოწამეობრივი ძალის ხმევით შენს დაცემულ ბუნებას ჯობნი და ღამე მაღვიძარას ხმაზე ჯარისკაცივით ქრისტეს ჭეშმარიტი, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტი მხედარი წამოხდები ქრისტესთვის. როცა მთელ საყვარელს ძინავს, ხოლო შენ უფალს ეძებ. ეძებ და რატო ეძებ? იმიტომ რომ არ გიპოვნია. არ მიპოვნია, ჩემ თავს ველაპარაკები, თეოდორეს ვეუბნები მე. არ გიპოვია შენ თეოდორე ქრისტე. და როცა არ გიპოვია და თუ არ ეძებ, როცა არ გიპოვია ისედაც ხო ყოველი შენი სიტყვა ყალბია. მასთან ურთიერთობის გამოცდილება თუ არ გაგდა. თუ არც ეძებ, სუფთა აფერისტი ხარ მაშინ. ესე იგი არც გიპოვია, არც ეძებ და ქრისტეს სახელს ახსენებ. ხიბლი და რაღაც ესეთი კიდე ამაღლებული. აფერისტი ხარ ჩვეულებრივი. ჩვეულებრივი აფერისტი ხარ. და საშიში მდგომარეობაა ეს. მე გახსოვთ იეროთოს ლახოს სიტყვები წაგიკითხეთ, რომელიც სილვანათონელი, სოფროს სახაროვი და მათი მემკვიდრე იეროთოს ლახოსი. დღეს ჯამთელად და ცოცხლად ყოფი ბერძენი მიტროპოლიტი. და ყოსუგრიჩავთ მისი წიგნები იკითხეთ და იკითხეთ. რაც არსებობს ქართულად, რუსულად, ვინც ბერძნული იცის, ყველაფერი არსებობს. და ის ამბობს, რომ ეს ტენდენცია სამწუხაროა დღეს. ადამიანები საუბრობენ ქრისტეზე ისე, რომ მას არ იცნობენ. ეს არის ძალიან საშიში მდგომარეობა. ეს არის ჩვეულებრივი წყარო ხიბლისა. და კიდევ ვიმეორებ, თუ ადამიანი პლუს არ ცდილობს, ეს არის ჩვეულებრივი აფერისტობა. მე არ მინდა ვიყო აფერისტი. აფერისტობა რომ მდომოდა, გდელი ხوار გავხდებოდი, რაღაცა სხვა რამეს მოუნახავ. და თქვენ გინდათ იყოთ აფერისტები. თქვენ გინდათ გერქვათ ქრისტეს სახელი და ამ დროს არც კი ცდილობდეთ ქრისტეს მოძიებას. და თუ ვინმე იტყვის, რომ არ ცდილობ, მაგრამ ვიცნო, რა ვიცი, აბა. მე ეჭვება, მე არ გიცნობთ ესეთებს თქვენ. დიახ, ძალიან გაკვირდებით, ხანდახან განკითხვის სულით და ეგეთები არ ახართ, არ იცნობთ. ხო და აი, ჩვენ არ ვიცნობთ, მაგრამ უკვე მრავალი თქვენთაგანი ამას აღარ ეგუება და ცდილობს, რომ გაიცნოს და მე მიხარია. ჩემი მღვდლობის ნაყოფს მე ამაში ვხედავ და ეს კიდევ უფრო მეტად მიხარია. ანუ ვხედავ, რომ ადამიანები, გაჩნდნენ ადამიანები აქ, რომლებიც მთელი სამყაროს წინააღმდეგ მიდიან. მკვდარი თევზებივით მდინარეს კი არ მიყვებიან, არამედ კალმახებივით მდინარის აღმა მიცურავენ და ჩანჩქერში წადიან და მოტივაცია მხოლოდ ერთადერთი აქვთ, რომ როგორმე ქრისტე იპოვონ. რომ მათ ცხოვრებას აზრი მიეცეს, რომ თუ დაუბერდით ისე და ისე გარდავიცვალეთ, რომ ქრისტე ნაპოვნი არა გვაქვს ჩვენ ცხოვრებას, თუ ქონდა ფასი გეკითხები. განა იმას დაგვითვლიან, რამდენი საჭმელი შეჭამე? თუ ფიქრობთ, რომ იმას დაგვითვლიან, რამდენი სიძუნწე რო გაწვალებს, რაღაც მოწყალება რო გაეცი. ხო, სასაცილოა, რა დაგვიკეთებია ჩვენ ისე. გახსოვთ, მე ერთ-ერთი მამის მაგალითი რომ მოგიყვანეთ. აბრაამია საკუთარი შვილს ხო წირავს ღმერთს, აბრაამიც კი რო წარსდგებაო საშნელ სამჯაროზე ღვთის წინაშეო ინანებსო, რომ უფრო მეტი არ გააკეთაო. განა შეიძლება რამე გააკეთო ისეთი, რითაც კმაყოფილი იქნები, რომ ღმერთო მე ეგ ხო ფარისევლობა, მაგას ხო გვასწავლის წმინდა წერი. ჩვენ ხო ვიცით, რომ ჩვენი საქმეებით ვერ ვცხონდებით, ჩვენ ვცხონდებით მხოლოდ ღვთის მოწყალებით. ჩვენგან ერთი რამეა, რომ ჩვენი სიყვარულის რეალიზება შევძლო და ვეძებოთ და ამისათვის საკუთარი თავი არ დავზოგოთ. გონიერად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ღვაწლსაც გონიერება ჭირდება, მაგრამ არ დავზოგოთ. სამწუხაროა, მაგრამ ეს რაც გითხარით, ეს არის სწორედ ის საშუალებები, რასაც ჩვენ ისიხასტური ლოცვითი გამოცდილება და პროცესითი პრაქტიკაა და ეს იგივე ქრისტეს მოწამეობა. ქრისტეს მოწამეობა და ისიხასტური პრაქტიკა ეს ერთ და იგივეა. ისიხაზმი დროში გაწელილი მოწამეობაა და მოწამეობა შეკუმშული ისიხაზმი.
ადვილი არ არის აქედან გამო, მაგრამ თუ არ დაამოწმა შენი ცხოვრების წესი, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი, მაშინ ჩვენ ქრისტიანობას რა ფასია? მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ამის გაკეთება ხო რთულია ისედაც, იმიტომ რომ ჩვენი დაცემული ბუნება ამას ხელს უშლის, ეშმაკსო თავი დავანებოდა ამასოფლის სულს, მაგრამ არც ამასოფლის სული არ გვაკლებს და ამასოფლის სული მაინდა-მაინც ახლა შენ რო ღამე წამოდგები და შენ რო ეკლესიაში თქვა ამგვარი ცხოვრებას ცდილობ, მაინდა-მაინც სადღაც ღამის კლუბიდან კი არ გამოვარდება ადამიანი და რაღაც ლიბერალური ფრთებიდან, რომლებსაც აღარ იციან როგორ ებრძოლონ ადამიანობას, სამშობლოს, ქრისტიანობას, ყველაფერ ღირებულებას, ოჯახს. იქიდან კი არ გამოგივარდებიან მაინდა-მაინც. პრობლემა სწორედ ის არის, რომ სწორედ ეკლესიის წიაღიდან იწყება ხოლმე ბრძოლა. ეკლესიის წიაღში ჩნდებიან ადამიანები, რომელიც გმტრობენ იმის გამო, რომ შენ მიხვდი, რომ ქრისტიანობა სხვა არაფერია თუ არა ღმერთი ეძება. და ამის მაგალითი ასევე წმინდა წერილშია. ეს დღეს აღმოვიკითხე. აი ნახეთ. როცა ადამიანი ვერ გაგებული, როცა მას ისიხასტური პრაქტიკის დანერგვა სულს თავის თავში, ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება, ქრისტესთან პიროვნული ერთობა და ესე იგი ვერ გაგებული და დაცინვის ობიექტიც და აგრესიის, ესე იგი ისიც ხდება, რა ქვია, ვიღაცის ეკლესიაში ვიღაცის აგრესიის მიმართულება, იმის აგრესიის მიმართულება შენს მიმართ, შენსკენ, ობიექტი აგრესიის. აი ნახეთ, მართა მიმოსდა ზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათვის. ბუნებრივია, ხო, უნდა რომ მოციქულებს და უფალს და მოციქულებს უმასპინძლას და რაღაცა გააკეთოს. ნახე, რა საოცრად არის აღწერილი წმინდა წერილში. ზედა მიადგა, აი, ხო გზნობთ ეს არაჯანსაღი დინამიკა. მართა, რომელიც ლაზარეს დაარი, მარიამთან ერთად მართა, რომლის გარეშეც ლაზარეს აღდგინება არ ხდება, მართა, რომელიც უერთგულესი მოწაფე ქრისტესი. მაგრამ ისინიც ხო ნელ-ნელა იზრდებიან. და არ აქვს ეს ჯერ ხო? ზედა მიადგა და რქვა. უფალო, არა იხწვით. ნახეთ რა შეუნდება. ქრისტეს რა შეუნდება. ზედა მიადგა და რქვა და ეუბნება, უფალო, არა იხწვი. რამე თუ დამან ჩემმან მარტო დამიტევა მე მსახურებად არ ქუმას, რათა შემეწეოდეს მე. ჭკუას არიგებს, კაცო, გაბრაზებული ზედა მიადგა ქრისტეს და ჭკუას არიგებს ქრისტეს, როგორ მოიცეს ქრისტე მარიამთან დაკავშირებით. ხედავთ? მართა, ქრისტეს მოწაფე. გესმით, რომ არ გაგიკვირდეთ, როცა ვიღაცა არ დაგზოგავთ, განგიკითხავ, დაგცინით. ეკლესიის ისტორიას წაიკითხავ, ნახავ რომელიმე წმინდა მამას და იგივე იოსების იხას დასინოდნენ და უარყოფდნენ. და რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, სიმონ ახალი ღვთისმეტყველი, მაქსიმე აღსარებელი, იონე ოქროპირი, პავლე მოციქული, თვითონ ქრისტიანები ის არ ეყოფოდა, რომ წარმართები და იუდეველები დევნიდნენ. თვითონ ქრისტიანები დევნიან. საკმარისია გუმხურვალება მოინდომო. იმ წამს ეკლესიის სიახში მტრები გიშთებია. იონე მოციქული რო აღწერს იქ თავის მასში წელში რომ ერთ-ერთი სავარაუდოდ ალბათ ერთ-ერთი ეპისკოპოსი როგორ ავიწროვებს. წარმო იონე მოციქულს, ღვთოვანს. ასე რომ ეს არსებობს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის დამამკოლებელი. და როდესაც ჩვენ სწორად ვიცხოვრებთ, როდესაც ჩვენ სწორად გავიაზრებთ, რას ნიშნავს იყო ქრისტიანი, როდესაც სწორად გაიაზრებთ, რას ნიშნავს ღვთისმშობლისადმი დედაშვილური დამოკიდებულება, როდესაც აქედან გამომდინარე მიხვდები, რას ნიშნავს, როცა შენ მსოფლიო ეკლესია გიწოდებს ღვთისმშობლის წირხვედ ქვეყანას, იგივე საბერძნეთი, იგივე რუსეთი, როცა შენ რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე დგები, რომ ეს ნიშნავს არა იმას, რომ მაინდა-მაინც გაიხსნილო და იქეიფო, არამედ უპირველეს ყოვლისა ნიშნავს იმას, რომ ქრისტესთან ურთიერთობა ეძებო, ჯვარცმულის ერთგულება შენი ცხოვრების კრედო იყოს. მაშინ ასე დროს, რა თქმა უნდა, ქრისტეს ემსგავსები და თუ ჩვენ რამდენიცა ვართ, შეიძლება ბევრნი არა ვართ ჩვენ მორწმუნენი საქართველოში მეგულისხმობ ეკლესიურ მორწმუნეს, მაგრამ რამდენიც ვიქნებით, თუ ამდენი ხარისხიანი ქრისტიანი ვიქნებით,
ეს აუცილებლად შეცვლის მთელ ჩვენ სამშობლოს. ჩვენი სამშობლო ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ ჩვენ მან მოგცა სწორი სარწმუნოება. მაგრამ დანარჩენი ჩვენი გასაკეთებელია და ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. და თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაშინ ჩვენ ვიქნებით ის საფუარი, რომელიც პატარა, ცოტა, საფუარი ცოტა ჭირდება და მთელი ცომი ესე იგი და ცომი მზადდება დიდი რაოდენობით პატარა საფუარი. თან მაწვნის და პატარა და დიდი რძე, რაოდენობით რძე მაწვნად იქცევა. ოღონდ ჩვენ ხარისხიანი საფუარი უნდა ვიყოთ. და მაშინ ჩვენ ერთგვარ ვალდებულებას აღვასრულებთ ჩვენი წინაპრების წინაშე, რომლებმაც ლოცვით, მარხვით, შრომით, ოფლით, სისხლით, მოწამეობრივი ცხოვრებით მოგვიტანეს ის რწმენა, რომელიც ჩვენ ახლა გვაქვს და წესრიგად არც კი ვიცით ამ რწმენას რა უყოთ. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავემსგავსებით ქრისტეს და როგორ ამბობს პავლე მოციქული დღევანდელ სამოციქულოში ფილიპელთა მიმართ. ეს ზრახვა იზრახებოდეს თქვენ შორის, რომელიც აიგი ქრისტე იესუის მიერ. ანუ ისე უნდა ვფიქრობდეთ, როგორც ქრისტე ფიქრობდა. იოანე მოციქული ამბობს, ისე უნდა ცხოვრობდე, როგორც ქრისტე ცხოვრობდა. ანუ ქრისტეს თვალებით ხედავ ამ სამყაროს, ანუ ქრისტეს გავხარ ყველაფრით. ეს არის ნაყოფი ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებისა. ეს ნაყოფი რა შევლინდება? დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკვდილამდე. რო არ გვეგონოს, რომ ქრისტეს გავარ და ამ დროს ესე ვიყურებოდე. სიმდაბლეში ვლინდება. ისწავლეთ ჩემგან მშვიდვარ და მდაბალ გულითა. ამაში ვლინდება ჩვენი ჭეშმარიტი ქრისტიანობა. აი ესეთ ნაყოფს იღებს. და რაც შეეხება ჩვენს სწრაფაში გონიერი ლოცვის ადგილს და გონიერი ლოცვის გასაღებად სახელდებულ იესოს ლოცვას, უფალო იესო ქრისტე შემიწყალემე, რომ ეს ჩვენთვის აუცილებლად საკეთებელია, ეს კიდევ ერთხელ ჩანს სწორედ აი ამ ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში, რომელიც ასევე დღეს აღმოვიკითხეთ. აი ნახეთ როგორ ამბობს პავლე მოციქული, ამისთვის იგი ღმერთმან უფალზე ამბობს. უმეტესად აღამაღლა მის ადამიანურ მხარეს და მიანიჭა მას სახელი. დღეს თქვა რომ კამათობე ხოლმე ღმერთის სახელებს შორის უპირატესი რომელი სახელია, სხვადასხვა სექტებში არის ხოლმე ეს. მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი, უფროს ყოველთა სახელთა. ღმერთს მრავალი სახელი აქვს წმინდა წერილში, ერთ-ერთი სახელი იახვე და ასე შემდეგ, იეჰოვა იგივე. მრავალი სახელი აქვს, მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, უმაღლეს სახელთა შორის უმაღლესი სახელი მიანიჭა. სახელი უზეშთაესი, უფროს ყოველთა სახელთასა. რათა ახლა რომელი სახელია ეს? რათა სახელისა მიმართ იესო ქრისტესის, ანუ იესო ეს არის მისი სახელი, უმაღლესი სახელი ღვთის. ყოველი მუხლი მოდრკეს ზეცისათანი, ქვეყანისათანი და ქვესკნელთანი. ანუ ეს სახელი იესო ქრისტესი დიდი ძალმოსილების, საღვთო დიდი ენერგიის მატარებელი და გონიერი ლოცვის გასაღები იმიტოა, რომ ჩვენ საკუთარ გულს ვამუშავებთ სწორედ იესოს სახელით. აი როგორც ქვას, ხვრეთს, წვეთი. როგორც აი ჩვენსა და ღმერთში გაუვალი რკინა-ბეტონის დიდი მონოლითია. და ჩვენ უნდა გავანგრიოთ, იმიტომ რომ ღმერთი იქით არის. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი მონოლითის იქით არის. ჩვენ უნდა გავანგრიოთ, მაგრამ იარაღი არ გვაქვს, გარდა საკუთარი შუბლისა. და ურტყავ ამას, ურტყავ და აბსოლუტურად შეუძლებელია ამ მონოლითის განგრევა. მაგრამ ჩვენ მაინც ურტყავთ და ისისხლიანდება თავი, ვიღლებით, ვეცემით, ყლავდგებით, ყლავ ვიბრძვით და უფალი ხედავს ამ შემოღვაწს. რა ღვაწლია ეს? სიჯიუტის უბრალოდ? არა, სიყვარულის. რატომ აკეთებთ ამას? რამე პრაგმატული მოსაზრებით? არა, უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია. ტკივა, ფშია, წყურია, დამცინიან, ჯანმრთელობას ვირყევ, უამრავ პრობლემას ვიჩევ. რატო აკეთებ ამას? რატო მიდის კალმახი ზემოთ, იქ გააჩინოს, ამდენი ყდება, ზოგს დათვიჭამს და ზოგს რა ემართება. რატო ადის ზემოთ კალმახი ჩანჩქერებში? რა უნდა? რისი სიმბოლოა ეს? არ შეუძლია სხვანაირად კალმახს. ბეს კალმახი ვარ, რომელსაც არ შემილია ადამიანი ოღონ კალმახისგან იმით განსხვავდები, რომ მე მას შეგნებულად ვაკეთებ. ეს არის ჩემი საკეთებელი. და ყველაფერს სწორედ იესო ქრისტესათვის. როგორც პავლე ამბობს, მე აღარა ვარ ცოცხალი, ჩემს ცოცხლობს იესო ქრისტე. უბრალოდ ადამიანი მიდის იმ კონდიციამდე, რომ ხდება, რომ უამრავი კითხვებია, უამრავი პრობლემებია, უამრავი ამოუხსნელი დილემაა სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ რომელსაც პასუხები ბევრი არ არის, მაგრამ
უბრალოდ ხდება ერთ რამეს, რომ გასაგებია, უამრავი კითხვა არსებობს, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად ვიცი. ეგეთი სულელი ვარ, რომ ქრისტეს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. აი ეს არის გზა ღვთისმშობლისადმი შვილობისა, შვილობრივი დამოკიდებულებისა და ეს არის გზა დღევანდელი დღესასწაულის გაგებისა. ეს არის გზა ჩვენი, როგორც ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს ღვთისმშობლის წილხვედრობის რეალიზებისა და ჩვენი სამშობლოს გადარჩენისა და თითოეული ჩვენთაგანის გადარჩენის. ეს არის ჩვენი ეკლესიის გაბრწყინების გზა. სხვა გზა არ არსებობს. ღმერთმა ამიზალა მოგვცეს ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის მეოხებით და ყოველი წმინდანის და დღეს ასევე ხსენებული დიდი მამის იოსების სიხასტის მეოხებით. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.